მე მინდა მართლაც დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ჩვენო ძალიან დიდო მეგობარო იმიტომ რომ მე ვარ იმის მომსწრე ყოველდღიურ საქმიანობაში მე არ მინახავს არც ერთი ლიდერი და მე ბევრი ვიცი რომ ბევრი ლიდერს რომელიც ასე ზრუნავდეს თითოეული ინდივიდუალური მოქალაქის ბედზე ჩვენ ვიყავით მომსწრე როგორ ფიქრობდით თქვენ ამ თემებზე როგორ ერთობლივად მუშაობდით ჩვენ ამ თემებზე ისე როგორც ჩვენ ერთობლივად მუშაობთ ბევრ სხვა თემაზე რომელიც ეხება ჩვენ ერთობლივ თანამშრომლობას საქართველოს თურქეთის მეშვეობით უკავშირდება ევროპულ რკინიგზას ამიტომ თურქეთი არის ჩვენი ფანჯარა ევროპაში და 2013 წელს 2012-ში პირველი საცდელი და 2013 წელს წავა მუდმივი რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლა ევროპასთან ახალი თანამედროვე რკინიგზით ყარსი ახალქალაქის მეშვეობით და ეს იქნება ძალიან დიდი გეოპოლიტიკური გარღვევა თრიანად ჩვენი რეგიონისთვის. არის ძალიან ინტენსიური ერთობლივი პროექტები, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში. ძალიან ბევრი თურქული კომპანია აშენებს ჰიდროელექტროსადგურს საქართველოში და მიდის ჰიდროელექტროსადგურების პროდუქციის ექსპორტი ელექტროენერგიის თურქეთის მიმართულებით. ჩვენ ვაშენებთ ახალ ელექტროგადაცემის ხაზებს. თუ კი არსებობს 21 საუკუნეში მისაბაძი მაგალითი რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ორხრივი კარგი თანამშრომლობის მათ შორის დიდ და პატარა სახელმწიფოს შორის რომელიც დაფუძნებულია მეგობრობაზე და არანაირ ყოველგვარ დაცლილია ყოველგვარი ჰეგემონიზმისგან, იმპერიალიზმისგან, დიქტატისგან და რეალურად ემსახურება ორი ქვეყნის ხალხების განვითარებას და ახლოვებას. ეს არის ამ ჩვენი ორი ქვეყნის შორის ურთიერთობები. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა უთხრა ჩვენ მეზღვაურებს და ზუსტად ჩვენ ვლაპარაკობთ თურქ და ქართველ მეზღვაურებზე. მათ ასევე ჩვენი ინფორმაციით გამოიჩინეს საოცარი სოლიდარობა ერთმანეთთან, საოცარი ერთად ყოფნა. მათი ბედი ისევე დაკავშირებული ერთმანეთთან როგორც ჩვენი ორი ხალხის ბედი. მე ძალიან მიხარია რომ ჩვენი თურქი ძმები უბრუნდებიან თავის ოჯახებს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისე როგორც ჩვენი ქართველები დაუბრუნდებიან სულ მალე 1 საათში ცოტა ნაგმეთში თავის ოჯახებს. ძალიან ძნელია წარმოიდგინო რა ჯოჯოხეთი გამოიარა ამ ხალხმა, რა პირობებში მოუხდათ მათ ამ ტყვეობის გატარება. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამეა, რაც ადამიანს საერთოდ ცხოვრებაში დაემართოს. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი დღეს არიან თავისუფლები. უნდა გვახსოვდეს, რომ 600-ზე მეტი მეზღვაური, ძირითადად მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების არის დატყვევებული დღეს სომალიში. და ამ პირობებში, როცა ჩვენ ყველანი გმობთ მეკობრეობას, საერთაშორისო კრიმინალს და თანამშრომლობთ ამასთან ბრძოლაში და ჩვენ გვაქვს ჭიდრო თანამშრომლობა თურქეთთან ყველა ამ საკითხში, ის რომ თქვენ აღმოჩნდით იღბლიანთა შორის, ვინც ამ რამდენიმე ასეულ ადამიანში თავი დააღწია ამ ჯოჯოხეთს, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევა, სიხარული და ასევე იმედი ყველა სხვა ადამიანისადმი, ვინც არის იქ დარჩენილი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გამძლეობისთვის და ძალიან დიდი მადლობა თბილი მასპინძლობისთვის. ეს მართლაც არის განსაკუთრებული მეგობრობის ჟესტი, რომ პრემიერ-მინისტრი სპეციალურად ჩამოვიდა აქ აეროპორტში, მოვიდა ჩემთან შესახვედრად, მოვიდა თქვენ დასახვედრად და ესეც არ არის შორლები მოვლენა, ესეც განსაკუთრებით ხაზს უსვავს მის თბილ დამოკიდებულება ჯერ ადამიანის ბედის მიმართ და შემდეგ ჩვენი ქვეყნის ურთიერთობების მიმართ. Çok teşekkür ederim. 8 Ocak 2012 tarihinde Salimen როგორც სახელმწიფო ჩვენ მუდმივ კავშირში ვიყავით საქართველოს მთავრობასთან, ჩვენს მეგობარ ბატონ სააკაშვილთან. ასევე კავშირი ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და პრემიერ-მინისტრებს. სომალის პრეზიდენტთან სომალიში ვიზიტის დროსაც დაწვრილებით განვიხილეთ ეს საკითხი და ძალიან დიდი სამუშაო დაგვჭირდა იმისათვის, რომ მძევლები გაგვეთავისუფლებინა. ჩვენ ძალიან დიდ კმაყოფილებას განვიცდით იმის გამო, რომ თურქი და ქართველი მოქალაქეების გათავისუფლებისთვის მიმართული ჩვენი ძალისხმევა დადებითად დასრულდა. ჩვენმა მეგობარმა სააკაშვილმა სპეციალურად გამოგზავნილი თვითმფრინავით გადარჩენილი მეზღვაურები აქ ჩვენთან ჩამოიყვანა. ამისათვის მინდა ყველა თქვენთაგანის თანდასწრებით განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო მას. წამს რომ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გამომჟღავნებული ქართულ-თურქული თანადგომა ისტორიაში ჩაიწერება როგორც ჩვენი მეგობრობის ნიმუში. ამ სასიხარულო ამბის გამო ცოტა ხნის წინ მე მქონდა პირისპირ საუბარი ბატონ სააკაშვილთან. ამ შეხვედრის დროს სულ სხვა განზომილებაში განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორც არის ორ ქვეყანას შორის
გვაქვს ურთიერთობა ყველა სფეროში. თანამშრომლობის გამო, როგორც პირადად ჩემი მხრიდან, ისე მთელი ერის სახელით მინდა მას მადლობა გადავუხადო. წელიწადნახევრის წინ სომალიში მეკობრეების მიერ აყვანილ ჩვენს ძმებს და ჩვენს შვილებს ვეთქვი, რომ კეთილი იყოს უკან დაბრუნება და ვუსურვებ, რომ ეს ყოველივე წარსულს ჩაბარდეს და თქვენთვის მხოლოდ მოგონებად დარჩეს. მჯერა, რომ ის ბედნიერება, რომელსაც ისინი ახლა განიცდიან, ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციას.